კვირას 26 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს ჯვართა ღმართებას. ეკლესია დღევანდელ დღეს მოიხსენიებს წმინდა მენელცაცხებლე დედებს, მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას, მარიამს, სუსანას და სხვებს. ეკლესია 26 აპრილს იხსენიებს მართალ იოსებ არიმათიელსა და ნიკოდიმოსს, წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარს, წმინდა დიმიტრი ყიფიანს, სამშობლოსთვის წამებულს, წმინდა მღვდელმოწამე არტემონს, ლაოდიკიელ ხუთს და წმინდა მოწამე თომაიდა ეგვიპტელს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყოს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დაოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე კევლიშვილების გვარი დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მენელცაცხებლე დედების კვირას. მათ ეძღვნება ეს დღე წმინდა ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს ცოცხალი რწმენა ქრისტესადმი და დიდი სიყვარული და მაგალითი გვიჩვენეს ამ სიყვარულის და რწმენის. მათ მიატოვეს თავიანთი ოჯახები, ახლობლები, რომ იესო ქრისტესთან ყოფილიყვნენ, მისთვის ემსახურათ. და აი, მაშინაც კი, როდესაც მაცხოვარი ყველამ მიატოვა, ერთმა მოციქულმა უღალატა, მეორემ უარყო, სხვები დაიფანტნენ და გაიქცნენ. როდესაც მაცხოვარს ასამართლებდნენ როგორც ბოროტმოქმედს და მისი ნაცნობობაც კი სახიფათო იყო ძალიან სიცოცხლისთვის. აი მაშინაც კი ისინი არ შეშინდნენ და დარჩნენ მაცხოვრის გვერდით. მათთვის უმძიმესი იყო ხილვა მისი ჯვარცმის, მისი სიკვდილის, ტანჯვების, გარდამოხსნის, დაფლვის. მაგრამ ისინი მაინც არ შეშინდნენ. და არ შეშინდნენ მაშინაც კი, როდესაც მისი სხეული უკვე საფლავში იყო. მაინც მივიდნენ, რომ ნელსაცხებელი ეწყოთ მისთვის. და აი, ამ ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძლიერი ქალების სიმამაცემ, სიყვარულმა ღვთისგან მიიღო თავისი ჯილდო და საზღაური. როგორც გახსოვთ თქვენ, პირველად სწორედ მათ ეხარათ ქრისტეს აღდგომის შესახებ. პირველი გიხაროდენი სწორედ მათ გაიგონეს. და როგორც გვიამბობს წმინდა სახარება, ისინი ეძიებდნენ ქრისტეს მკვდართა თანა, მაგრამ პოვეს მკვდრეთით აღდგომილი. და იმ დღიდან, იმ წუთებიდან მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ისინი გახდნენ მკვდრეთით აღდგომილი, უფლის ქადაგებლები და ამ სიხარულის მახარებლები. და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მენელცაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით
პასუხობს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას. და აი ამ მოწოდების და ღირსების იდეალი ვინ იყო? თავარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დედოფალი ჩვენი, მარადის ქალწული მარიამი, რომლის სახით კაცობრიობამ მიაღწია, შეიძლება ასე ითქვას, ისეთ სიწმინდეს და სულიერ სრულყოფილებას, რომელიც ანგელოზებსაც კი აღემატება. ამიტომ იწოდება ის უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესი სერაბიმთასა. ის გახდა ღვთის დედა და აი მისი სახით იკურთხება ღვაწლი დედობისა. ეკლესია ყოველთვის პატივს სცემდა, იხსენიებდა განსაკუთრებით იმ ქალთა მრავალრიცხოვან დასებს, რომლებიც განდიდნენ მოწამეობით, მონაზვნობით, წმინდა ცხოვრებით. და აი ეკლესიის დაარსების დღიდანვე ქალი აქტიურად მონაწილეობს ეკლესიურ ცხოვრებაში. მისთვის ფართოდ არის გახსნილი სამოღვაწეო ასპარეზი. ეს იქნება საგანმანათლებლო, მისიონერული, საქველმოქმედო თუ სხვა სფეროები ჩვენს ეკლესიაში. ამდენად ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს. როგორც ეკლესიაში, ისე საერთოდ საზოგადოებაში. მაგრამ ამავე დროს არღებულობს და ეწინააღმდეგება იმ დამოკიდებულებას, რომელიც აკნინებს ქალის მნიშვნელობას როგორც დედისა და მეუღლისა. აი ქალის და მამაკაცის თანასწორ უფლებიანობა არ ნიშნავს მათი ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას და მათი მოწოდებების ერთნაირობას, როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში. ქალსაც და მამაკაცსაც ღმერთმა ჩაუდო ბუნებაში სხვადასხვა დანიშნულება. და აი ამის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ღმერთის წინააღმდეგ წასვლას. ქალის და მამაკაცის შესახებ ღმერთის განგებულების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ქალი დაჯილდოებულია ნამდვილი უნივერსალიზმით. იგი ასწრებს ოჯახშიც, ასწრებს სამსახურშიც, ასწრებს ეკლესიაშიც, ასწრებს ხშირად ჩვენზე უფრო მოშურნეთ მიცვალებულთა მოხსენიებასაც, ცოცხალთა მოხსენიებასაც. აი ამდენად ჩვენს ძვირფას ქალებს აქვთ თავიანთი განსაკუთრებული დღესასწაული. ეს არის დღევანდელი მენელსაცხებლე დედების ხსენება. ჩვენო ძვირფასო ქალებო, ჩვენო დედებო, დებო, შვილებო, გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, მოგცეთ წყალობა, ღვთისა და ძალა, რომ ყოველთვის მიბაძოთ და მიემსგავსოთ თქვენ დიდ წინამორბედებს, წმინდა მენელსაცხებლე დედებს. დღეს ჩვენ აღნიშნავთ კიდევ ერთ დღესასწაულს, ჯვართ აღმართებას. ეს დღესასწაული დაარსეს მოციქულთა სწორმა ნინომ, მეფე მირიანმა, დედოფალმა ნანამ და ეპისკოპოსმა იოანემ. როდესაც მათ ააშენეს სვეტიცხოვლის ტაძარი, განიზრახეს სამი ჯვრის აღმართვა.
თქვენ იცით ეს ისტორია როგორც სასწაულებრივად გამოჩნდა ამ სამი ჯვრის ადგილი ცხეთაში, თხოთის მთაზე და უჯარმაში. და აი, როდესაც ეს ჯვრები აღიმართა, როგორც გვაუწყებს ჩვენ მატიანე, ქართლში არსებული კერპები დაიმსხვრა. და მაშინ წმინდა ნინომ თქვა, რომ ეს ჯვრები იქნება მფარველად ყოველთა ქრისტიანებთან. და ჩვენ ვადობთ უფალს, რომ ჩვენმა ეკლესიამ შემოინახა ამ სამიდან ორი ჯვარი. ერთი იმყოფება მცხეთაში სვეტიცხოველში, ხოლო მეორე აი თხოთის ჯვარი ჩვენს წინაშე არის აღმართული და გვაქვს საშუალება რომ მას დღეს მივემთხვიოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს უფალმა ინებოს, რომ ამ ჯვრების ძალით და მადლით თანამედროვე კერპებიც დაიმსხვრას საქართველოში. და ჩვენი ხალხი კიდევ უფრო და მეტად შეუდგეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ჯვრის ძალამ და მადლმა დაგლოცოთ, ყოველი თქვენგანი დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს ჩვენ ვლოცავთ კევლიშვილების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და აგაღორძინოთ და გაგაძლიეროთ.